მოგესალმებით. მე ვარ სულან ეჟავა, მათემატიკის მასწავლებელი და მინდა რომ განვიხილო 2025 წელს ჩატარებულ ეროვნულ გამოცდებში, კერძოდ მათემატიკის ტესტის ასე ვთქვათ, ანალიზი, სავარჯიშოთა გარჩევა, ამოხსნის გზები და ასე შემდეგ. როგორც ჩვევია ნაექს, პირველი სავარჯიშო ტესტი ყოველთვის არის მარტივი და ეფუძნება და მოითხოვს აბიტურიენტისაგან მინიმალურ საბაზისო პრინციპებს, რაზეც დგას შეიძლება ითქვას მათემატიკა. და ნახოთ პირველი ტესტი. აქედან გამომდინარე, რომ გვაქვს ფრჩხილები, მოგვიხსენება, რომ ფრჩხილებში მოცემული მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ხოლო შემდეგ ხდება გამრავლება. აქ კიდე ერთი საინტერესო მომენტია, რომ ტესტი ამოწმებს რამდენად იცის აბიტურიენტმა იმართებები 10 წილადებსა და წილადებს შორის. მაგალითისთვის შესაძლებელია თუ არა შერეული წილადის გამრავლება შერეულ წილადზე და რა ფორმით. თუ კი მოცემულია 10 წილადი და წილადი ნაწილი, როგორ მოხდება, ასე ვთქვათ, გადაქცევა და მათზე ოპერაციები. მე შემოგთავაზებთ ერთ კონკრეტულ ხერხს, მეთოდს, როგორც მე გამიმარტივდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს არის ამოცანის ერთადერთი გზა. ჩემთვის მოსახერხებელი იყო მაგალითად, რომ 1.25 10 წილადი, ან მიასედი 10 წილადი გადამექცია შერეულ რიცხვად და აქვე წესია, რომ თუ კი 10 წილადი არის მოცემული, მაშინ მთელ რიცხვს ჩვეულებრივად ვტოვებთ და წილადი ნაწილი ჩაიწერება მძიმის შემდეგ არსებული რიცხვი შეფარდებული მის მომდევნო თანრიგიან ასეულზე. ანუ 25, როგორც აღნიშნა რიცხვის, ასე ვთქვათ, 25 მიასედი ფონეტიკურად გვესმის და მარტივად ჩაიწერება როგორც 1.25 მიასედი. ეს ტოლია 1.1/4, რადგან წილადის თვისებაა, რომ ერთსა და იმავე რიცხვზე გაყოფის შემდეგ, თუ კი არ ვეჩერთ ამ რიცხვს, მნიშვნელობა წილადისა არ შეიცვლება. 25 მიასედი, გავყე 25-ზე მრიცხვებიც და მნიშვნელიც და მივიღე 1.1/4. ლოგიკურია. აი მაგალითად, როცა მოსწავლეებს, აბიტურიენტებს უწევთ აღიქვან წილადი ნაწილი, ნამდვილად ეხლა პირველ ჯერზე შეიძლება არ იყოს მარტივი 25 მიასედი, მაგალითად ხაჭაპური რომ დავჭირათ 100 ტოლ ნაწილად და იქიდან 25 გაჭერი ცალკე ადგილას დავდოთ, მართლაც ეს შინაარსობრივად იგივეა, რაც თითქოს ერთი იგივე ზომის ხაჭაპური გაგვეჭრა 4 ნაწილად და აღვიღო 1 ტოლი ნაწილი. წილადის ხაზი ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ რაღაცა იყოფა ტოლ ნაწილად. ანუ შეგვეძლო ხაჭაპური საერთოდ არ დაგვეჭრა ტოლ ნაწილებად, ხო? ანუ მათემატიკა ასეთ გარკვეულ კერძო შემთხვევას არ ითვალისწინებს. ხო, ახლა დაუბრუნდეთ ტესტს, 1.25 გადავაქციეთ შერეულ რიცხვად. ფრჩხილებს შიგნით მოქმედება ამბობს, რომ 2.3/4, აი ამას უნდა გამოაკლდეს 1.1/4, თელს მთელი აკლდება. იქედან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი ტოლია ერთსა და მეორე წილადში, ეს პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს, რომ რიცხვს გამოვაკლოთ მრიცხველი. 1.2/4 იქნება, შემდეგ ეს შეიკვეცება წილადის შეკვეცის თვისების თანახმად 1.1/2 და დარჩა ბოლო ოპერაცია, ეს არის გამრავლება. უბრალოდ შერეული რიცხვის, ან ისე რომ არ გადავაქციოთ წილადად, მათზე მოქმედებებს ერიდებიან გაყოფა და გამრავლებაზეა საუბარი. ამიტომაც ვამჯობინე და ესაც უნდა მოგცემულიყავი, რომ წილადი ნაწილი შერეული მთელი რიცხვი უნდა გადამექცია ჯერ არაწესიერ წილადად და შემდეგ მომეხდინა გამრავლება მოქმედება მათზე და მართლაც 3.1/3 რო გავამრავლოთ 1.1/2-ზე, ეს არის 10/3, ანუ აქ მოქმედებს წესი, რომ
მთელი რიცხვი მრავლდება მნიშვნელზე, ანუ 3 მრავლდება 3-ზე, ემატება 1 რიცხვში ასებული რიცხვი, ჯამი იწერება მრიცხვში, ხოლო შეფარდება იქნება ასე მნიშვნელთან. ეს არის უბრალოდ ტექნიკა, ერთგვარი კოდი, თუ როგორ ხდება მათემატიკაში მთელი რიცხვის, შერეული რიცხვის გადაქცევა არაწესიერ წილადად. და წილადი, რა თქმა უნდა შეიკვეცოს 3 და 3, 10 იკვეცება 2-თან და რჩება 5 და პასუხი გვაქვს G5 გამოსახულების ნიშნულობა. მადლობა ყურადღებისთვის.